საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურ სამზადისს აგრძელებს. Ამ ეტაპისთვის უკვე ყველანაირი მასალები გადაცემული არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის. შესაბამისად ეს მასალები მოიცავს ტექნოლოგიებსაც. ოზურგეთში სულ 45 საუბნო საარჩევნო კომისია და ერთი გამონაკლისი უბანი გვაქვს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც 4 ოქტომბერს მოემსახურება ამომრჩევლებს. და ეს უბნები სრულ მზადყოფნაში არიან 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალ ევროპულ სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ გვაქვს 31 მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად ამომრჩევლები 4 ოქტომბერს აირჩევენ საკრებულოს შემადგენლობას და აირჩევენ ქალაქის მერსაც. რაც შეეხება არჩევნების ტიპს, არჩევნები ტარდება შერეული პრინციპით, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. შესაბამისად 31 მაჟორიტარი იქნება ასარჩევი და ქალაქის მერი. რაც შეეხება კანდიდატებს, მერის მხოლოდ 2 კანდიდატი არის დარეგისტრირებული და 4 ოქტომბერს ამომრჩევლებს ბიულეტენზე დახვდება ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის კანდიდატი და ნომერი 51 ქართული ოცნების კანდიდატი. შესაბამისად, სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარები სხვადასხვა რაოდენობით არის წარმოდგენილი.